როგორც ხედავთ, რაღაც ფუნქცია მაქვს მოცემული, ოღონდ ცხრილის სახითაა მოცემული და ნაჩვენებია n-ი როცა იცვლება თვითონ ფუნქცია როგორ იცვლება. და მე მინდა რომ რაღაცნაირად უფრო მოკლედ და კომპაქტურად განვმარტო ეს ფუნქცია. და ამიტომ მოდი ახლა ასეთი რამე გავაკეთოთ მაგისთვის. ნახოთ საერთოდ ცვლილება როგორ ხდება, ანუ რომ გადავდივართ 12-დან 7-ზე 7-დან -2-ზე, რანაირი ცვლილებაა ეს. მოდი ამას ჩამოვწერ, ანუ აი ამ მნიშვნელობებს ფუნქციის, ესე იგი ჯერ მაქვს 12, შემდეგ მაქვს 5, შემდეგ არის -2, შემდეგ მოდის -9 და ასე შემდეგ და დავხუროთ აქ ჭრილი, აი ეს. ახლა 12-დან როგორ გადავიდე 5-ზე? ნუ 12-ს უნდა გამოვაკლო 7, ხო? 12-დან რომ გადავიდე 5-ზე, უნდა გამოვაკლო уბრალოდ 7. ახლა 7-დან -2-ზე რომ გადავიდე, ასევე უნდა გამოვაკლო 5-დან, ბოდიში, 5-დან -2-ზე რომ გადავიდე, ასევე უნდა გამოვაკლო 7. -2-დან -9-ზე ისევ 7-ის გამოკლებით გადავდივარ და როგორც ჩანს, ყოველი მომდევნო წევრი მიიღება წინა წევრისთვის 7-ის გამოკლებით. მაშინ ახლა მოდი მე შევეცდები რომ რაღაცნაირად განვმარტო fn-ი რანაირი ფუნქციაა. ესე იგი, თავიდან როგორც ჩანს, მაქვს რიცხვი 12. და შემდეგ თუ მინდა რომ მივიღო რომელიმე წევრი, რაღაც რაოდენობის 7-იანები უნდა გამოვაკლო 12-ს. მაგალითად, 12 ხომ არის პირველი წევრი. თუ მინდა რომ მივიღო მეორე წევრი, 1 7-იანი უნდა გამოვაკლო 12-ს. თუ მინდა რომ მივიღო მესამე წევრი, მაშინ 2 ცალი 7-იანი უნდა გამოვაკლო. თუ მინდა რომ მივიღო მეოთხე წევრი, 3 ცალი 7-იანი. ესე იგი, თუ მინდა რომ მივიღო მე-n წევრი ამ მიმდევრობის, მაშინ უნდა გამოვაკლო n-1 ცალი 7-იანი 12-ს. ამიტომ შემიძლია მე დავწერო, რომ ყოველი მომდევნო წევრი მიიღება აი ესეთი ფორმულით. აი ესეთი ფორმულით. რატომ? იმიტომ რომ შეგვიძლია ჩავსვათ და შევამოწმოთ და ახლა მაგასაც ვიზამთ მალე. იმიტომ რომ როგორც მე შევამოწმე და დავაკვირდი, ყოველი რაღაცა მე-n წევრი მიიღება n-1 ცალი 7-яნის გამოკლებით. და ახლა მარტივად შევამოწმებთ ამას. რატომ მუშაობს ეს ფორმულა? აი, მაგალითისთვის, თუ მინდა მე რომ ვიცოდე აი ამ fn-ის პირველი წევრი რა არის. ჩავსვათ აქ 1-იანი, 1-1 გვექნება და ეს არის 0, 0 ჯერ -7 არის 0 და გამოდის რომ fn-ი არის 12, ანუ პირველი წევრი გამოგვდის 12, მართლაც 12-ია პირველი წევრი. აი, აქაც წერი. შემდეგ თქვათ მაინტერესებს მეორე წევრი. მაშინ აქ ჩაჯდება 2-იანი, -1 გადააქცევს 1-იანად და 1 ცალი 7-ის გამოკლება გამომივა და გახდება ეს არა 12, არამედ 5. თუ მაინტერესებს მესამე წევრი, 3-იანს ჩავწერ აქ, დამრჩება 2-იანი, როცა ერთს გამოვაკლებ და 2 ჯერ -7 იქნება. ანუ 2 ცალი 7-იანი გამოვაკლდება 12-ს, რაც მიმიყვანს -2-თან და მართლაც -2-ია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გამოდის ზუსტად განმარტება აი ამ ფუნქციის. მოდი კიდევ ერთ მსგავსი რაღაც გავაკეთოთ. ოღონდ ამ შემთხვევაში მოცემული მაქვს ვარიანტები და მე უნდა განსაზღვრო რომელია სწორი, რომელი არა. ესე იგი, როგორც ხედავთ, ისევ არის რაღაცა ფუნქცია, რომელიც იცვლება n-ის მიხედვით და დავაკვირდეთ როგორი არის ცვლილება. ესე იგი, -10-დან გადავედით -50-ზე. რა მოხდა აქ? ესე იგი, დავუმატეთ ამას 50, ხო? -100-ს დავუმატებ 50-ს, მივიღებ -50-ს. მერე -50-დან -არადა 0-ზეც გადავდივართ ანალოგიურად 50-ის დამატებით და ასე შემდეგ ყოველ მომდევნო წევრზე, ესე იგი, როგორც ხედავთ, 50-ის დამატებით გადავდივართ წინა წევრისთვის. ანუ მე შემიძლია ახლა დავწერო, რომ აქ წევრები არის თავიდან -100, ანუ -100-ით უნდა დავიწყოთ, შემდეგ -50, შემდეგ 0, შემდეგ 50 და ასე შემდეგ და დავხუროთ აქ ჭრილი. კარგი ბატონო, ესე იგი, ყოველ ჯერზე, როგორც თქვით, გადავდივართ 50-ის დამატებით. ყოველ ჯერზე გადავდივართ 50-ის დამატებით. ახლა მოდი ვნახოთ მარჯვნივ რა განმარტებებიც გვაქვს, შეესაბამება თუ არა ამას თითოეული. შევხედოთ პირველს. პირველი ამბობს, რომ თავიდან იწყებ -100-ით და შემდეგ ამას უმატებ 50 ჯერ n-1-ს. ახლა შინაარსი ამისი რა არის? ეს გულისხმობს, რომ თუ მინდა მეორე წევრი მივიღო, ერთხელ უნდა დავუმატო 50 პირველ წევრს. თუ მინდა მესამე წევრი მივიღო, ორჯერ უნდა დავუმატო 50 პირველ წევრს და ასე შემდეგ. და ეს მართლა მაგას ამბობს. აი, შეგვიძლია კიდევ 1-2 ვცადოთ, ანუ ჩავსვათ n-ი, n-ის მნიშვნელობები და გავიგოთ მართლა შეესაბამება თუ არა სწორად fn-ს, აი ეს განმარტება. როცა x არის 1, ანუ მე თუ მაინტერესებს პირველი წევრი f1 თუ მაინტერესებს, ჩავსვამ აქ 1-იანს, მივიღებ 50 ჯერ 1-1-ს, რაც არის 50 ჯერ 0, ანუ 0 და გამომივა რომ fn-ი, ანუ f1-ის უდრის -100 და მართლაც f1-ის არის -100. თუ ჩავსვი 2, აქ მექნება სხვაობა 1-ის ტოლი, ანუ 1 ცალი 50 მექნება, რომელსაც -100-ს დავუმატებ და მივიღებ -50-ს. ისევ გამოდის. ანუ კარგადაა გაკეთებული ეს ფუნქცია ნამდვილად და მუშაობს, სწორად არის განმარტებული. ეხლა შემდეგს რომ დავუკვირდეთ, ერთი შეხედვით ისე გამოიყურება ეს, თითქოს არასწორია, იმიტომ რომ -150-ით იწყებს და -150 არც კი გვაქვს აქ. მაგრამ მოდი კარგად დავუკვირდეთ. რა არის ეს? მოდი ჩავსვათ აბა ჯერ 1-2 მნიშვნელობა. როცა n-ი უდრის 1-ს, მაქვს 150-ს გამოკლებული 50, რაც -100-ია, ანუ სწორად ხვდები -100-ზე. როცა n-ი უდრის 2-ს,
მაქვს -150-ს დამატებული 100, რაც უდრის -50, ანუ ისევ სწორია. როცა n უდრის 3-ს, მაქვს -150 + 150, რაც არის 0. რატო არის ეს სწორი? სწორი არის იმიტომ, რომ სიამოვნებაში ეს ორი განტოლება არის ზუსტად ერთი და იგივე. რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი აქ 50-ზე გამომრავლეთ n და 50-ზე გამომრავლეთ -1, მაშინ მექნებოდა -100-ს + 50n -50 და -100 და -50-ს რომ დავაჯამებდი, მექნებოდა -150. ანუ სიამოვნებაში ეს ორი განტოლება ზუსტად ერთი და იგივეა, უბრალოდ ჩაწერილი არის განსხვავებული სახით. და ბოლო განტოლება ვნახოთ, ბოლო განტოლება არის -100-ს დამატებული 50n. ერთი შეხედვით შეგვიძლია იმით ვიმსჯელოთ, რომ თუ -150-ს დამატებული 50n სწორია, მაშინ -100-ს დამატებული 50n ვერ უნდა იყოს სწორი. მოდი მართლაც შევამოწმოთ, ჩავსვათ ერთი-ორი მნიშვნელობა. როცა n არის 1, აქ ვიღებთ -100 + 50, რაც არის 50 და უკვე არასწორია. პირველი წევრი არის -50 და როცა n არის 2, ვიღებთ -100 + 100, რაც არის 0, არა და ეგ მეორე წევრი არა, მესამე წევრია, მეორე წევრი არის -50. ამიტომ ეს არაა სწორი. ეს არის არასწორი განმარტება აი ამ ფუნქციის. პირველი ორი აღმოჩნდა სწორი.